თავი 33. გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი 400 კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლიას, რახელს და ორმხევას. წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები. მათ უკან ლია და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები. თავად კი მათ წინ გაემართა და ვიდრე მიუახლოვდებოდა 7 გზის მდაბლა თაყვანისცა ძმას. სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდნენ ორთავენი. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები, ბავშვები და უთხრა, შენი რა არიან ესენი? უთხრა, შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს. ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებით ურთდა თაყვანისცეს. ახლოს მივიდა ლიაც თავისი ბავშვებით ურთ და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს. უთხრა ესავმა, რა იყო მთელი ზბანაკი, წინ რომ შემომხვდა? უთხრა, რომ მადლივ პოვო ჩემი ბატონის თვალში. უთხრა ესავმა, არაფერი მაკლია ძმაო, შენი შენვე კონდეს. უთხრა იაკობმა, არა, თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს თქვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო. უთხრა ესავმა, დავიძრათ და წავიდეთ. მე წინ წაგიზღვები. უთხრა, იცის ჩემმა ბატონმა რომ სათუთნი არიან ბავშვები და ცხვარძროხა მაკე დამყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი. თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა. მე კი ნელ-ნელა ფეხთაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში. უთხრა ესავმა, ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა, რა საჭიროა, ოღონდ მადლი პოვო ჩემი ბატონის თვალში. იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ. ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი, კარავანი. მოვიდა მშვიდობით ფადან არამიდან წამოსული იაკობი შექემ ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის და დაიბანაკა ქალაქის წინ. შეიძინა იაკობმა ასხვრად შექემის მამის ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა. აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას ელი, ღმერთი ისრაელისა.